სახელითა მამისათა დაცისათა დასულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიყოს. დღეს სახარებიდან წავიკითხეთ ადგილი, სადაც აღწერილი არის განრღვეულის განკურნება. იესო ქრისტესთან მიიყვანეს თუ მიიტანეს ცხედარი, საკაცე, რომელზეც იყო სრულებით პარალიზებული ადამიანი. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი სახარებიდან არის საოცარი მაგალითი დრამატურგიისა, როგორ არის აღწერილი ეს ამბავი. ესე იგი, საწყისი ვითარება არის ესეთი, რომ საკაცაზე წევს ადამიანი, რომელსაც განძრევა არ შეუძლია, პარალიზებული ადამიანია, სრულებით პარალიზებული ადამიანი. და მთავრდება ამბავი იმითი, რომ ეს ადამიანი დგება ამ საწოლიდან და აიღებს თვითონ ამ საკაცეს და მიდის და აღარაფერი აღარ რჩება იქ ცარიელი ადგილი მხოლოდ. შეიძლება მარტო განკურნებულიყო, არა, აუცილებლად ის საკაცეც უნდა წაეღო, რომ არავითარი კვალი მისი ავადმყოფობისგან აღარ დარჩენილიყო. რას ნიშნავს სახარების ეს ადგილი? ამაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. ვინ არის ეს განრღვეული ადამიანი? ეს არის ადამიანი, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ სრულებით უუნარო გახდა. ეს არის ადამი, რომელიც იქნა გამოძევებული ცათა სასუფევლიდან, ედემიდან და მას აღარავითარი უნარი აღარ შესწევდა უკან დაბრუნების. და რა უნდა ქნას ასეთმა ადამიანმა? თვითონ ვერაფერს იზამს. მას 4 მეგობარი უნდა ყავდეს, რომელიც მიიყვანს ქრისტესთან. ვინ არის ეს 4 მეგობარი? ეს 4 მეგობარი არის 4 მახარებელი, 4 სახარება, ანუ სახარების სისავსე. არა ერთი კონკრეტული რომელიმე, არამედ 4-ვე სახარება, ანუ 4 თავი. 4 სახარება, რომელსაც მიყავს ადამიანი ქრისტესთან, მაგრამ იმისათვის რომ 4-მა მეგობარმა ქრისტესთან მიიყვანოს, ადამიანი აუცილებელი არის რომ ჭერი უნდა იყოს აღთილი. სხვანაირად იესო ქრისტესთან მისასვლელი გზა არის გადაკეტილი. და ეს ჭერი, ეს 4 მეგობარი ჭერს ხდის, რას ნიშნავს ჭერის აღთა? ეს იმას ნიშნავს, ეს არის ჩვენი გონება, ეს არის ამ ადამიანის გონება, გონებაში მომხდარი ცვლილება, გონება ძველი არ არის უნარვა იმისათვის რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება ქრისტესთან მისვლის. ეს გონება უნდა გაიხსნას, უნდა აიხადოს ეს ძველი გონება და ახალი გონებით, ახალი გადაწყვეტილებით აუცილებლად შეძლებს მხოლოდ მისვლას ქრისტესთან. ქრისტესთან მისვლა კი არის სრულებით აუცილებელი. სხვანაირად ადამიანი ვერ დაბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობაში, როდესაც იგი იყო ჯანმრთელი. და იესო ქრისტე რას აკეთებს? იესო ქრისტე ამ ამბავს საფუძვლიანად მიუძღვნა, ანუ ონტოლოგიურად. იესო ქრისტე ხედავს ამ ადამიანში ადამს, რომელიც არის დავდომილი და რა იყო მიზეზი ადამიანის ასეთი დაუძლურების, ადამიანის დაუძლურების მიზეზი იყო ცოდვა. ცოდვა პირველქმნილი და ცოდვა შემდეგი უკვე კაცობრიობის მიერ ჩადენილი ცოდვები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც ყველაზე მთავარი იყო, იესომ უთხრა, მიგეტევნენ შენ შეცოდებანი ჩემი. მიუტევა იესო ცოდვები. და ეს არის მთავარი. რატო არ შეიძლებოდა იესოს პირდაპირ ეთქვა, რომ ადექი აიღე შენი საკაცე და წადი? რატო არ შეიძლება? როგორ არ შეიძლებოდა? შეიძლებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა შედეგის ლიკვიდაცია. და შედეგის ლიკვიდაცია კი არ არის მთავარი, მიზეზის აღმოფხვრა არის მთავარი. მიზეზი ცოდვისა, მიზეზი ავადმყოფობისა არის ცოდვა. და აი ჩვენ მივედით ყველაზე მთავარ გზავნილებას. ანუ დღეს თანამედროვე სიტყვით რო ვთქვათ მესიჯი, მთავარი გზავნილება, მთავარი ამბავი, რაც უნდა სახარების ამ ადგილმა ჩვენამდე მოიტანოს, რომ ავადმყოფობის მიზეზი არის ცოდვა. როდესაც ებრაელები ვინც იქ იყვნენ დაიწყეს მათ დრტვინვა თავის გულში, რომ ვინ არის ეს, რომელიც ცოდვებს მიუტევს, რა უფლება აქვს მას ცოდვების მიტევების, არ ჯეროდათ მათ იესოსი. იესომ მათ ფიქრებს უპასუხა. თქვენ გონიათ რომ სათქმელად არის ადვილი ცოდვების მიტევება? სათქმელად ადვილია, იმიტომ რომ ვერავინ ვერ გაიგებს ამას მიეტევა თუ არა ცოდვა. და გასაკეთებლად რა თქმა უნდა ეს უფრო მძიმედ და მთავარია. და რომ დაინახოთ, ესეც აი დრამატურგიის ნაწილია, რომ ნამდვილად მიუტევენ იმას ცოდვები, აი თქვენს თვალწინ მე მას გამკურნებ. ადექი, ეს უკვე ყველაზე ადვილი იყო, იმიტომ რომ
იმიტომ რომ იგი სინამდვილეში უკვე განკურნებული იყო. ადექი აიღე შენი საკაცე და წადი, სარეცელი შენი, ანუ საკაცერიც მიტანეს, აიღე ის მართლაც ადგა წავიდა და როგორც მოგახსენეთ, აღარავითარი კვალი მისი ავადმყოფობის არ იყო. რატო? იმიტომ რომ თავარი უკვე მომხდარი იყო. მას წოდები ჰქონდა მიტოვებული. ჩვენ რა უნდა დავიმახსოვროთ ამ სახარების ამ ადგილიდან, რომ ნებისმიერი ავადმყოფობის მიზეზი არის სოდვა. მართლმადიდებელ ქრისტიანს წესით არ უნდა ჭირდებოდეს ექიმი. ჩვენი ექიმი არის იესო ქრისტე, მაგრამ თუ მაინც ისე ხდება, რომ ჩვენ ავადმყოფობთ, ჩვენ რაღაც გვემართება, უბრალოდ თითი რო გაიჭრას ადამიანმა, ამასაც თავისი მიზეზი აქვს. უმიზეზოდ არავითარი ავადმყოფობა არ არსებობს. მიზეზი არის სოდვა, ამიტომ ნებისმიერი ავადმყოფობის მოსარჩენად აუცილებლად უნდა ვთქვათ აღსარება, უნდა მივიღოთ წმინდა ზიარება და შემდეგ უკვე მკურნალობა იქნება ეფექტური. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიგეს.